მაგალითად, მე თუ შენ შეგაგინე, შენ წახვიდე სასამართლოში. პირობითად საბორს თუ უნდა რომ შენ წახვიდე სასამართლოში, შენ არ მიდიხარ, გაჩერდა ამბავ. სამდროს წამოი კოცის პირობითი რა ვიცი, მამკომდრაძე ზის და ხედავს რომ ვიღაც ნაც აქტივისტმა ქოს აქტივისტის გავანცხა. უნდა ეხა ნაც აქტივისტი დასაჯოს. მაგრამ ამისთვის წინა წესრიგში ეს ქოს აქტივისტმა წასულიყო სასამართლოში. შეიძლება არ უნდა რა ეხა ძალით ხوار წაათრემართა ყველა შენ აქტივისტა რაღაცას რაღაც ხوار იქნები. სიახლე მოხდა ის რომ უკვე შენს გარეშე წავა ის სასამართლოში. პოლიციის ინიციატივით წავა. მათ შორის მაგიმაზე გორდულაძე რო გეჯდა სიტყვის თავისუფლებაზე არის ხო ეს ვიკაროებნებოდა რომ ისო ქალიო რაღაც სიტყვის გამო Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო სასამართლოში წახვედიო უჩივლეო და რაღაც დააჯარიმეთ რაღაცა და ეს იმდენად ქართველი კაცისთვის და მის გადმოსახედიდან იმდენად დამაზიანებელი იყო რომ აი ძალიან ბევრი ლაიქი ქონდა მაგ ვიდეოს რა სიცხვილია ეხლა ნაცვლად იმისა რომ შენ კოცი რო ხარ და ის რო გინდა რა ქვია რომ არ გაგინონ წახვიდე სასამართლოში და რაღაც განცხადებები წერო უცებ ვიტყვი რომ მე რა შუაში ვარ აგი დეპარტამენტი იმათმა თვითონ გამოიწიეს დაზარალებული მლად მცნეს მე საერთოდ რა შუაში ვარ ეს მე კი არ ვქენი გორდულაძე რო სამართლოდ იქცეოდა რაღაც აი ქართულ კაცს რო არ შეეფერება იმიტომ რომ სასამართლოში წავიდა ვიღაც ქალმა რაღაც უთხრა ხვდები რა ხელა მარაზმი არის თავისი ბუნები რა და აი აქ რო არ დაამცირო ზედმეტად შენი თანამშრომლები ამ რაღაც პროცესით შექმნი 10 კაციანი დეპარტამენტი ვიღაც თამთა დანიშნულ პროცესად რომელიც აიღებს თავის თავზე დარტყმას რა და დაწერს საჩივრებს აი სიცხლე რო აჭამოს ამ ხალხმა უბრალოდ რაღაც ბიუროკრატიულად მოაგვარეს მეტი კეფი არ მოხდა რა უბრალოდ აი ნახოთ და არანაირი ხა ღირსების დაცვა ხო გასაგებია თავისივე პოლიტიკური მიზნებისთვის არის ეს ყველაფერი შექმნილი სიამდვილეში ჯერ ერთხელ ზოგადად როცა ყოველ პოლიციას იკავებ როგორც თავრობა აკეთებს იცი რომ ყველაფრიდან გარღვეული გაქვს პასუხი არ შეგიძლია წესიად გასცე სუსი და რაღაც პოლიციის დაჭერა დახმარება გჭირდება და თან ფსიქიკურად სენსიტიური ადამიანი ხარ ეს ზოგადად ხო აი ნუ აი რაღაც არ შეგიძლია რა მერე იწყება აი მე მგონი ეს პრობლემა აქვს კოცებს იგივე ტროტუარზე დგომის გამო რო იჭერენ ხალხს ხო აი პარლამენტის წინ სივრცე იმიტომ არის რომ მიტინგები ტარდებოდეს და აი რაღაცა რო აი როგორც აი პატარა ძალაუფლე პატარა ადამიანის რო უნდა რომ დაამტკიცო რომ მე ეს ისო გახსოვს რომ ეს გვაღიარეთო და რაღაც რომ აქედან მოდის რომ ვითომ არ ჭირდება ძალაუფლება ბევრი გაქვს რესურსი ბევრი გაქვს გააკეთ რა მექანიკას კიდე იცი რა არის მაგალითად აი სიტყვაზე ჩატო მდელმა შეიძლება გითხრას რომ ღალატი ცუდია ცოდვა ან რაღაცა მაგრამ ხო ავტორიტეტი გჭირდება რომ ვიღაცამ თქვას რომ რაღაცა ესეთია ამ შემთხვევაში თამთა ხო ვერ იქნება ავტორიტეტი რა ანუ რა ავტორიტეტის მატარებელი არის თამთა რომ ეს გაარჩიო დედისტრაკი აქვს ნაგინები პარლამენტში პრეზიდენტად რო გვიზის ადამიანები დედისტრაკი აქვს პარლამენტში ნაგინები მიკროფონში საჯაროდ ანუ რავი ბოლო ხალხია მორალური უფლებების აქვს საერთოდ ამაზე ილაპარაკო